ახლა კი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი. დღეს საღამოს კინოთეატრ ამირანში რიგით მე-13 ფესტივალი დიდო ცინცაძის შემოჭრით დაიხურება. ფესტივალი, რომელზეც მსოფლიო კინოს შედევრები იყო ნაჩვენები 3 დეკემბერს გაიხსნა ერთი კვირის განმავლობაში თბილის რეჟისორები და მსახიობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვივნენ. ფესტივალზე სულ 130 ფილმი იყო წარმოდგენილი, რომელთაგან მხოლოდ 10-მა მიიღო მონაწილეობა საკონკურსო პროგრამაში. მოთხოვილი რეჟისორების სადებიუტო ნამუშევრებთან ერთად კონკურსში რუსუდან ჭყონიას გაიღიმეც მონაწილეობს. გამარჯვებულს შიური დღეს საღამოს გამოაკლეს. დღეს დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდება გამარჯვებულები, ეს იქნება საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებული და შემდეგ უკვე ფესტივალი დაიხურება დიდო ცინცაძის ახალი ფილმით შემოჭრა, მაგრამ ფესტივალი გრძელდება, ანუ კვირას მთელი დღის განმავლობაში ორივე კინოთეატრში, რუსთავაშიც და ამირანშიც ნაჩვენები იქნება ჩვენი ფესტივალის პროგრამის ფილმები.